ჩვენ ცხოვრობთ მიზეს შედეგობრივ სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი შენ გაქვს კარმა, რომ რაღაც უნდა დაკარგო, აუცილებლად გამოჩნდება შენ ცხოვრებაში ისეთი ვინმე, ვისაც აქვს კარმა, რომ ეს დანაკარგი იპოვოს. ასევე თუ კი მაგალითად სხვას აქვს კარმა, რომ მან უნდა დაკარგოს საფულე, შენ შეიძლება გაქვს კარმა, რომ ასეთი დანაკარგი მოიპოვო. ცხადია, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს, მაგრამ თუ კი შენ მხოლოდ ასეთი შემთხვევების იმედად ხარ და ასეთი ტიპის გამართლებებზე ხარ ორიენტირებული, მაშინ შენ კარმის წრეს ვერ გაცდები. კარმასთან უნდა იმუშავო და კარმა უნდა გაწმინდო. ზოგჯერ კარმის გაწმინდვას დრო ესაჭიროება, მაგრამ მხოლოდ დრო ვერაფერს გიშველის, თუ კი შენ ფსიქოეკოლოგიის წესებს არ იცავ. უარყოფითი კარმისგან თავის დაცვის პირველი წესია, არ მოიქცე სხვას ისე, როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ. და ამასთან ერთად თავი უნდა დაანებო იმაზე ფიქრს, რომ აუცილებელია ვიღაცამ რაღაც დაკარგოს, რომ შენ შეიძინო.